ამ ახალი დეპარტამენტით მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი უფრო მეტი ამ დეპარტამენტის ფუნქციების შესახებ მამუკა მდინარეძემ თავად გითხრა. მან თქვა რომ კანონი ხა ვიცით რომ აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ არ ვიცი, მენტალური შეხედულებებიდან გამომდინარე ან შესაძლებელია სასამართლო ბაჟის გადახდის თავიდან აცილების მიზნით ადამიანები არ რეაგირებდნენ ხოლმე საჯაროდ გამოხატულ სიძულვილზე მათ მიმართ, საჯაროდ გამოხატულ შეურაცხყოფაზე და ახლა ეს პროაქტიულად თავად ეს დეპარტამენტი იზრუნებს ამ ყველაფერზე. ერთი კიდევ საინტერესო ითქვა რომ ყველას მიმართ იქნება თანაბრად გამოყენებული კანონიცა და მონიტორინგიც. აი თქვენ კონკრეტულად გაქვთ რაიმე მოლოდინები, რა შეიძლება შეცვალოს აი ამ სიძულვილის ენასთან ბრძოლის ახალმა სამსახურმა? ძალიან უცნაური სიტუაცია შეიძლება მივიღოთ. სამსახურმა შეიძლება გამოაცხადოს, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა, ის მეორე თulides ვარაფერი მისთვის არ მიუყენებიათ, მაგრამ სამსახურმა შეიძლება ჩათვალოს და ამ დროს რა შვებით. ანუ ეს იქნება დანაშაული დაზარალებულის გარეშე? მე თუ არ ვთვლი ამას შეურაცხყოფად, ესე იგი შესაბამისად საქმეს დაზარალებულიც არ ყავს. რა უშლის ხელს? რომელი ნორმა? რო ასე მოიქცნენ. ის ქალბატონი ის დანიშნეს? საერთოდ ამ ქვეყანას წინ უდგება ყველაფერი რაც მოგელაძე ყავდა ესეთი ქალბატონი გახსოვთ? კი, მახსოვს. ძალიან კარგი სურვილებით შეიქმნა ესეც, რომ შავფული უნდა ყოფილიყო პოლიტიკაში შავფული კი დარჩა. მაგრამ რაც იმ ქალბატონმა აკეთა, იმას პასუხი არ უგია და იქ სხვათა შორის რამდენადაც მახსოვს თუ არ მეშლება, რამდენიმე ადამიანი რომელსაც რეგიონებში დაკითხვეს, იქ სიკვდილის შემთხვევებიც იყო, გარდაცვალების შემთხვევებიც იყო. თუ არ მეშლება, ასე გამახსოვს. მაგრამ არავის პასუხი არ უგია. ახლა იქნება ეს ქალბატონი, რომელმაც თამთა ქიმბარიშვილი, სხვათა შორის, რომელიც უნდა ასწავლოს ეთყობა საზოგადოებას დილობიანი საუბარი. ძალიან უცნაურია, ხო შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ორი პიროვნების საქმე. ვინ თulis თავს შეურაცხყოფილად, თუ თulis თავს შეურაცხყოფილად აპირებს პასუხი მოთხოვოს. რა შემთხვევებში იქნება ეს შეურაცხყოფა ნებისმიერი ერთმა პირმა მეორეს შეაგინა გავიდა საჯარო სივრცეში, იმაზე ირეაგირებს მაწვაგინებაზე, თუ მარტო საჯარო თანამდებობის პირებს შეეხება? არა, თქვენს რომ ყველას შეეხება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც მათ მხარდამჭერებს, ასევე მათ მოწინააღმდეგებს. უბრალოდ მე რაღაცა შემოგვიღია, კარგი, აგერ შევხედავთ რაც იქნება ხალხმა. აბსურდამდე მივა ეს ყველაფერი, ან აბსურდამდე მივა, ან შერჩევით სამართლამდე მივა. ორიდან ერთი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ან აბსურდი იქნება, იმიტომ რომ ამის პოლიციის მიერ გაკონტროლება არის შეუძლებელი, ადამიანი ადამიანს რო შეურაცხყოფას აყენებს, ის ადამიანი ამ პასუხს აძლევს, ან მიდის სასამართლოში, მაგრამ ეს არის ორი ადამიანის საქმე. შენ სახელმწიფო ერევა და მე ყოფილვარ სასამართლო პროცესზე ერთხელ ქონდა ესეთი პროცესი რეფერენდუმის ჩატარება გვინდოდა შევარდნაძის დროს და უცესკომ არ მოგწანებართო იურიდიულმა სამსახურმა მოგწა, მაგრამ ხელისაწევით ამ სასამართლო პროცესზე წავედით. რატო სანიკიძე იყო ცესკოს ადვოკატი. იურიდიულ სამსახურის უფროსი და როცა ჩვენი წინადადებები ვთქვით, ლადოს მიმართ ამ მოსამართლეო, აბა თქვენ რითი გააბათლე, რითი უნდა გააბათლო, ყველაფერში მართლები არიანო. მოსამართლე თქვა რომ შევთვალე ხარ, მე ვარ მართალიო და ამოგთა რეფერენდუმში. აქაც იგივე მომენტი დადგება, ხო? ერთმა თუ მეორეს არ უჩივლა და ხმა ამ დროს ჩაერთო, ხო? თუ ერთი მეორეს არ უჩივის, შეურაცხყოფისას ერთვება სახელმწიფო ისე უგუნება შენ თვალი ხარ და მე ვიცი სიმართლე რა არის. რა უფლებით? ხო, სხვათა შორის აი ძალიან საინტერესოა დეტალები, ხო? ანუ ითქვა რომ აი საჯარო სივრცეში გამოხატული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა. ანუ ეს იქნება სოციალური ქსელები, ეს იქნება ბუნებრივია მედია, სადაც ძირითადად პოლიტიკური კონტენტი არის. ქუჩა საჯარო სივრცეა? ხო, საჯარო სივრცე, სოფლის ბირჟა მაგალითად, აი თქვენ თქვით რომ გინების პოლიცია უნდა, მე ხა ქართველი ქალი ვარ და ჩვენთან
რა ვიცი, გინების გარეშე გამარჯვებას არეუბნებიან ერთმანეთს. კახელები კარგად გამიგებენ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეს მანდილოსნებს არ ეხება. არც იმას ნიშნავს რომ მე ძალიან მომწონს, მაგრამ ნებისმიერ ქართველი დამეთანხმება ეხლა, ხო? ამაში. აი ეს ჩაითვლება თუ არა საჯაროდ გამოხატულ შეურაცხყოფად. იმიტომ რომ საქმეც იმაშია რომ ამას კანონი კი არ რეგულირებს ახლა. კანონი არ რეგულირებს სხვა რაღაცას. ეხლა რასაც ქმნიან იმას რა დებულებაში რა უწერი არის, უფლებები აქვს. ეს სეპრესიტუერად ვიცით. ზოგადად სიძულვილის ენა არის პრობლემა, ძალიან დიდი. რაც გაჩნდა სოციალური ქსელები, სიძულვილის ენა გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში არის ეს. იმიტომ რომ უწინდო ინფორმაციის გამავრცელებლები იყვნენ პროფესიონალები, ანუ მარტო ჟურნალისტი შვებოდა ხო ამას ტელევიზიით, პრესით, რადიოთ. ეხლა ყველა გახდა ინფორმაციის გამავრცელებელი. მისი განათლებიდან, მისი ქცევის წესებიდან, მისი კულტურიდან გამომდინარე და ბუნებრივია ამ საჯაროებამ გამოიწვია ეს, რომ ნუ გაჩნდა ეს სიძულვილის ენა. დასარეგულირებელია. ერთი ქვეყანა მithvan, სადაც ასე რეგულირდება. მე ვიცი 3. ერთი არის ჩინეთი, მეორე არის კუბა, მესამე არის ვიეტნამი. ჩინეთთან გადაიყეს იმ ორმა. მეოთხეს რაღაცა მსგავსი სტრუქტურა გაკეთებული ფრანგებს. თიქ არის სხვა რამე. ფრანგებმა ეს სტრუქტურა რო გააკეთეს, ამ დროს მაგალითად 2013 წელს კანონმდებლობიდან ამოიღეს პრეზიდენტის შეურაცხყოფის მუხლი. და საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელსაც ეს მოქმედებს. მაგალითად მაკრონმა 2016 წლიდან 7 თუ 8 სასამართლო პროცესი წააგო მის პირად შეურაცხყოფაზე, სადაც მას უბრალოდ დედას აგინებდნენ. ფრანგულად. ყველა პროცესი წააგო და ბოლო პროცესი კიდე ერთხელ რომ შეიტანა, ბოლოს პროკურორი ადგა და გამოიტანა. იმიტომ რომ საფრანგეთში მოქმედებს ჯერ კიდე ეს საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან ეს პრინციპი რომ სატირის, რა ქვია, ინფორმაციის თავისუფლება. ანუ არაფერი არ იზღუდება. შარლი ებდო არსებობს, რომელსაც მე არ ვეთანხმები პროვოკაციას, ყველა ხელს ვერ ხლებულობენ. იქ ეს პრაქტიკა არის, როდესაც მეუბნებიან, რომ აი საფრანგეთის კანონი გავიგე, მაგრამ ეს მარტო კანონი არ არის. ეს არის მე ის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთში. საფრანგეთში მედიის კანონი 1891 წელია, რომელიც განსაკუთრებულად სატირის ნორმებს იწვევს. ხო, ანუ იუმორისტული გადაცემებიც უნდა დაფიქრდნენ, ხო, ალბათ. იუმორისტული შინაარსის გადაცემები, იმიტომ რომ მე ჩვენ არ გვაქვს სატირული იუმორისტული ჟურნალი რამდენადაც ვიცი, მსგავსი ნიანგის მერე მსგავსი რამ არ გქონია, სხვა შორის კვირის პალიტრას ჰქონდა ხომ წლების განმავლობაში ძალიან კარგი გვერდი, ხო, ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობდნენ ამ გვერდზე, მაგრამ ისიც აღარ არის, შესაბამისად დაგვრჩა სწორედ აი ამ სატირის მიმართულებით ესეთი თოქ-შოუები, რომლებიც მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც ხშირად აკეთებენ აქცენტს. ამიტომ ალბათ კარგად უნდა დაფიქრდნენ მანამ სანამ გარკვეულ შინაარს შეიტანდნენ საკუთარ სკეჩებში. ეს არის უფრო ჩემი აზრით ერთ-ერთი რაც იქნება ალბათ რომ თვითცენზურის მექანიზმის დამკვიდრების მცდელობა იქნება, მაგრამ რამდენად გამოვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. წავა შერჩევითი სამართლისგან ამასგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შეუძლებელია. ანუ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყება უკვე, როგორც თქვენ მომეწონეს თქვენი სახელწოდება, გინების პოლიციის ხელით, ამასელოდებით, ანუ მიზანი რა აქვს, რა გათვლა? არ ვიცი, თვითონაც არ ვიცი, აი საქართველოში სამწუხაროდ აი ხელისუფლების პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, გადაწყვეტილებების მიღება ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, როდესაც ვიღაცები დაჯდებიან, რაღაცა შეისწავლიან, კვლევას ჩაატარებენ, პოლიტიკაში იმუშავებენ და აი ერთ კაცს და სავარაუდო შედეგებსაც განსაზღვრავენ. ანუ ერთ კაცს მოვიდა, როგორ მოვაყავთ, კაცო პოლიციას მივიცემ და გინების საკითხს გადაწყვეტ პოლიცია, გადაწყვეტ გინების საკითხს. ხო, მაგრამ 10-მა გინების პოლიციელმა როგორ შეიძლება გადაწყვიტოს? ამიტომ გადაწყვეტენ იმას, რასაც 3 მილიონი სოციალის მომხმარებლის საქმე. თუ კი დაჭირდებათ, ხო, ამ გინების პოლიციის ამბავს გამოიყენებენ. თუ დაჭირდებათ, სადღაც ამოუკექავენ, რომ ოდესღაც რაღაცა თქვა, ისიც არ ვიცი.
ეს როდინდელებს ეხება. ხო, ესეც აქვს არა უკმოქმედების ძალა, ხო, არა, უკმოქმედებისაც გეტყვი არა, აქ იმიტომ რომ კანონი არსებობდა, ეხლა სტრუქტურა შეიქმნა. კი ბატონო, სულ ცოტა 1 წელი მართალი ხართ, ანუ 1 წლის წინანდელ დინებაზე შესაძლებელია დღეს მოგთხოვონ პასუხი. და მიადგებიან იმას, რა ქვია, დეპუტატი რო ხოთ კაცო, სამხარაძეს. მიადგებიან პრემიერ-მინისტრს. მიადგებიან პაპუაშვილს. ამოვიღოთ. მიადგებიან. ძალიან ეჭვმეპარება.